საღამო მშვიდობის. დღეს რბილ ეკალზე ვისაუბრებთ. ვინ არის, როგორი ადამიანია და რა თვისებების გამო შეიძლება ადამიანი ასე მოიხსენიოთ. გიორგი შატბერაშვილი თავის თვალადურ ქართულის ჭაშნიკში ასეთ რამეს წერს. ეგა ბიჭო რბილი ეკალია, ისე შეგერჭობა, ვერაფერს გაიგებო. ყველას ყოლია ნაცნობ მეგობრებში ეგეთი ადამიანი, რომელიც შემოდის ჩვენთან ურთიერთობაში ვითომ მეგობრული განწყობით, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის სულაც არ არის ჩვენი მეგობარი, პირიქით მტრად მოგვეკიდება და აღმოჩნდება, რომ მისი განზრახვაც ბოროტი და მტრული ყოფილა. ჩვენი ნაცნობ მეგობრები იქით იყოს და საქართველოს ცხოვრებაში მე უფრო მასშტაბური პიროვნება მახსენდება, როდესაც ვამბობ რბილი ეკალი, ეს პიროვნება არის მეფის ნაცვალი მიხეილ ვორონცოვი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი მთელს ამიერკავკასიაში არის ანტირუსული აჯანყებები, რუსეთის იმპერიაში ხვდებიან, რომ ვერ მიაღწიეს თავისი პოლიტიკით სასურველ მიზანს და რაღაც უნდა შეცვალონ. შეცვალონ უნდა პოლიტიკა უნდა შეცვალონ და მიმართება უნდა შეცვალონ ერებთან, ხალხებთან. და აგერ არის პიროვნება მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც ბავშვობა, სიყრმე, სტუდენტობა გაატარა ლონდონში, იქვე დაამთავრა, მიიღო ბრწყინვალე განათლება. შემდეგ სამხედრო კარიერა იწყო, ნაომარია ნაპოლეონთან ბრძოლებში, ბოროდინოს ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, შამილთან, დაღესტანში, ბესარაბიაში ნამესტნიკად იყო წარგზავნილი, მოკლედ ბუკეტი მთელი ამ სამხედრო მოღვაწეობის. ამავე დროს არის განათლებული, არის ერუდირებული ადამიანი, არის ფიზიკურად წარმოსადეგი, სიმპათიური და რაც თავარია, კარგი ოჯახიდან. და ამაზე უკეთეს კანდიდატურას ნიკოლოზ პირველი ვერ იპოვიდა. რა თქმა უნდა, ვორონცოვსაც ჰქონდა თავისი პირობა აქ წამოსulis წინ და ეს პირობა იყო იმაში მდგომარეობდა, რომ მას დამოუკიდებლად უნდა მიეღო გადაწყვეტილება ყველანაირი თავისი რეფორმების გატარების დროს და ერთპიროვნული, ესე იგი, უნდა ერთპიროვნულად უნდა მიეღო ყველა გადაწყვეტილება და ხელი არ უნდა შეშლოდა მოკლედ. რა თქმა უნდა, მიიღო თანხმობა იმპერატორისგან და მან უთხრა, რომ ჩათვალე, რომ ჩემი ალტერ ეგო ხარო კავკასიაშიო. ხო და ესეთი ალტერ ეგო ჩამოვიდა ერთადერთი მიზნით, რომ დედინაცვალი მშობელ დედასავით უნდა შეეყვარებინა ქართველი ერისათვის. იმ დღიდან მოკლედ დაიწყო აღმავლობა კულტურული ცხოვრების საქართველოში. დაიწყო ქართულმა თეატრმა, აღდგა, დაიწყო პიესები, დაიდგა გაყრა, კიდევ გიორგი ერისთავის სხვა პიესები. მუზეუმი დაარსდა კავკასიის, საჯარო ბიბლიოთეკა ამოქმედდა, აგერ სტიპენდია დაენიშნა თავადაზნაურთა შვილებს პეტერბურგში სასწავლებლად წასასვლელად. ესეც რა თქმა უნდა თავის მიზნებისთვის ჰქონდათ ხო განზრახული, რომ რუსული კარგად ესწავლათ, რომ იქ ზიარებოდნენ იმ რუსულ კულტურას ან დაოჯახებულიყვნენ, ინტეგრაცია მომხდარიყო მათი რუსეთში, რუსებთან. პროვინციებში დაიწყო ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა და დაიწყეს, ესე იგი, მუშაობა, აი ეს პროდუქცია, რომელიც იქ იწარმოებოდა, შემდეგ რუსულ ბაზარზე იყიდებოდა. მოკლედ, მე ალბათ გამახსენდება კიდევ რაღაცები და რაც თავარია, არ დამავიწყდეს თამამშევის ქარვასლა ოპერა. ეს პირველი ოპერა,
რომელიც აი ამ თამამშევის ქარვასლაში განთავს და ფაქტობრივად ვორონცოვმა იძულებით ააშენებინა ჯერ ვაჭრები დაიბარა და მათ შესთავაზა რომ თქვენ იქ აი ეს ავაშენოთ ეს ქარვასლა რაღაც ხარჯები გაიღეთ ყველამ თქვენი ხარჯი ავაშენოთ და ყველას გექნებათ მერე საშუალება იქ მაღაზიები განთავსდება დუქნები და გექნებათ საშუალება ივაჭროთ ამ მაღაზიებში დუქნებში და თან ეს ოპერა რომელიც აშენდება იარსებებს და აქედანაც რა თქმა უნდა იქ შემოსული ხალხი ოპერაში შემოსული რაღაც ჩვენი მოლები რომ არის ახლა ესეთი კონცეფცია იყო ესეთი და ვაჭრებმა უარი უთხრეს ჩვენო ძველ თბილისში ვაჭრობთო მუშტარიც აქ არისო მიჩვეულიო და იქ ახლა ეს უფრო თავისუფლების მოედანზე დღევანდელი თავისუფლების მოედანი სადაც არის და გიორგის ქანდაკება სადაც დგას წმინდა გიორგის ქანდაკება აი აქ იდგა აქ უნდა აშენებულიყო მოკლედ ეს ქარვასლა ადგილი მან გადაწყვიტა ვორონცოვმა რომ იქვე თავის სასახლესთან ახლოს უნდა ყოფილიყო ახლა ბოლო-ბოლო ამ ქალაქში უნდა ეცხოვრა მასაც და რა თქმა უნდა დაინტერესებული იყო თავის სახლთან ახლოს ყოფილიყო მისვლა მოსვლა არ გასჭიროებოდა თვითონაც კულტურული ცხოვრებით დამტკბარიყო. ხო, ну არც ესეც ანგარიშ გასაწევია რა თქმა უნდა. ხო და ამ ვაჭრებმა არაო ჩვენო იქო ზევით უბანშიო ვერ წამოვალთო მუშტარს დავკარგავთო და ნუ მოკლედ უარი უთხრეს. და ერთადერთი დიდ ვაჭარი გაბრიელ თამამშევი იყო ვინც დათანხმდა ამ იდეაზე ოღონდ მასაც თავისი პირობა ჰქონდა და უთხრა რომ აი თუ იმ ფართობზე სადაც განთავსდება მოკლედ ეს ქარვასლა კერძო მფლობელობაში თუ გადმომეცემა ეს ადგილიო მაშინ თანახმავარო ну მოკლედ ყველაფერზე თავი დაუკრა ვორონცოვმა ოღონდ ჩვენ ეს ქარვასლა აშენე და ყველაფერზე თანახმავარო და მოკლედ 3 წელიწადში გაბრიელ თამამშევმა ეს ოპერა ააშენა და პირველი სპექტაკლიც ესე იგი ოპერა ჩამოიყვანეს ესე იგი ვორონცოვმა ჩამოიყვანა იტალიური დასი მოიწვია და ეს დასი იტალიური ამ იტალიურ ოპერებს მღეროდა რუსული ოპერებიც ჰქონდათ მაგრამ ძირითადად უფრო იტალიურ ოპერებს მღეროდნენ და ერთ-ერთ ხო წარმოგიდგენიათ ხო ეს რამხელა რაღაცა იყო თბილისის იმდროინდელი თბილისის ცხოვრებაში ეს რომ ოპერა და ეხლა ოპერაში ისეთი ჩაცმული ხო ვერ მიხვალ როგორც ეხლა სადღაც ნუ ქუჩაში გამოდიხარ ხო ოპერას თავისი დრესკოდი აქვს და უკვე აქ თან ვორონცოვი უკრძალავდა ამ ტანსაცმლით მისვლას ეს ევროპულად ჩაცმულები უნდა ყოფილიყვნენ მაინც და მაინც აქ უკვე ქსოვილი და გახდა საჭირო ფართლეული მკერავი გახდა საჭირო ან პარიზიდან ჩამოტანა კაბების და ნუ მოკლედ ამოქმედდა მთელი მექანიზმი აი ამ რაღაცა გაცვლა-გამოცვლის ვაჭრობის და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ესე იგი ქართული მოსახლეობა დადის უკვე ამ ოპერაში და ისმენენ ესე იგი იტალიურ ოპერებს და მარტო თავადაზნაურობა არ დადის აქ ალბათ ბილეთს იღებ და მდიდარი მაგრამ იქ შეაღწევდა მაინც ღარიბი ადამიანი და ქუჩებში უკვე დაიწყეს ამ იტალიური მელოდიების არიების შესრულება და ერთ-ერთ მოხსენებაში წერს ვორონცოვი იმპერატორს რომ ეს ტუზემცებიო ესე იგი ტუზემცებს გვეძახის თან რა ტუზემცებიო თან კარგ საქმეს გვიკეთებს კნუტი პრიანიკი ანუ მათრახი და ნამცხვრის პოლიტიკა აქ ტუზემცებიო ისეო ჯერ კიდევ გუშინო რაღაც აღმოსავლურ ბაიათებს მღეროდნენ ქუჩაშიო და ეხლა უკვე ისმისო იტალიური ოპერიდანო მელოდიებს მღერიანო უკვე და ეს ტუზემცებიო ძალიან სწრაფად სწავლობენო ყველაფერ კარგსო. ნუ ხო
აი ესე მშობელი დედასავით რომ უნდა შეგვაყვაროს ის კაცია ვორონცოვი, რომელიც აი ძალიან რომელმაც აი ეს ოპერა გაგვიხსნა. სხვათა შორის იქ ზევით რუს პოლიტიკოსებს ძალიან ბევრს უკვე აღარ მოეწონა ის რომ იტალიური არიები და იტალიურ ოპერას ეზიარა ქართველი ხალხი, უფრო თვლიდნენ რომ ეს გარუსებისკენ კი არ იყო უფრო წასვლა, არამედ ევროპისკენ იყო უფრო წასვლა ქართველი ერის და უკმაყოფილოებიც კი იყვნენ. და აი მერე კი დაიწვა ეს ოპერა, დაიწვა ძალიან საეჭვო ვითარებაში. არ ვიცი ხა რისი ბრალი იყო მართლა იმის ბრალი იყო, რასაც ასახელებდნენ და რის გამოც ეს ლაზარევი თუ ყაზაროვი ორივენაირად მოიხსენიება მისი გვარი. ვისი დუქნიდანაც გაჩნდა ვითომ ცეცხლი და შემდეგ უკვე მოედო მთელს შენობას. ეს ადამიანი მერე 9 წელი გაუშვეს კატორღა ახეხინეს და სამუდამო პატიმრობის სასჯელით აღარ დაბრუნებულა იქიდან. თუ მაგის გამო თუ პოლიტიკური სარჩული ქონდა ამას, ну ეხლა რა თქმა უნდა მაგაზე ლაპარაკი ძალიან რთულია და შორს წაგვიყვანს. ფაქტია რომ შემდეგ კი აღადგინა თამამშევმა ეს ქარვასლა, მაგრამ მხოლოდ დუქნები და თეატრი აღარ აღუდგენია, იმიტომ რომ აღარც ვორონცოვი იყო, აქ ცოცხალი აღარ იყო და თვითონაც თავი არ შეუწუხებია, რა თქმა უნდა, ის მხოლოდ მოგებაზე და ფულზე ფიქრობდა და სულაც აღარ აინტერესებდა მას ეს ოპერა. ხოლო აი 96 წელს 1896 წელს აშენდა სხვა ოპერა, ის ოპერა, რომელიც დღემდე რუსთაველზე დგას და დღემდე ჩვენ ვიცით და თითქმის ყველა ვართ იქ ნამყოფი. რაც შეეხება აი ამ ჩვენ რბილ ეკალს, მიხეილ ვორონცოვს, მოკლედ აი ეს მისი მიზანი სლიანიე туземцев с русскими რაღაც ნაწილობრივ გამოდიოდა, მაგრამ ნაწილობრივ არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ყავდა ეს ისენიც, რა ქვია, ოპოზიციაშიც ხალხი, ერთ-ერთი იყო ესეთი ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც შორს იყურებოდა და განშჭვრით, ასე ვთქვათ, ეს წინმიმავალი რა მიზნებიც ჰქონდა ამ კაცს და ის ამბობდა, რომ აი ესეო, ცფიერად უნდაო ჩვენი წახთენაო. ცბიერად წარმოგიდგენიათ, აი ზუსტად თქვა, რაც შემდეგ მერე უკვე ვიწვნიეთ. ცბიერად უნდა ჩვენი წახთენაო, რბილი ეკალი. ხო და მოვა დრო, როდესაცო ვიტყვითო, რომ აი აქო ერთ დროს აი ამ ქვეყანაშიო ერთ დროსო ქართველები ცხოვრობდნენ. აი ესეთი დრო დაგვიდგებაო, ამას რო ეხლაო ამის პოლიტიკას რომ მივყვეთო და ამას რო ის. მიუხედავად ამისა, მაინც არისტოკრატიაში და ქართველ საზოგადო მოღვაწეებში მაინც სიმპათიით სარგებლობდა ეს კაცი, ეს მეფის ნაცვალი და მომხრეებიც ბევრი ყავდა. ნუ ასეა თუ ისე. აგერ სლიანიე туземцев с русскими რაღაც პროცენტულად მოხდა ეთყობა მაინც, იმიტომ რომ დღემდე ხო არის ამისი გრძნობთ ამას ხო დღემდე. ხო და მოდით ისევ მივუბრუნდეთ ამ ჩვენ ფრაზას. არ მინდა ისე დავამთავრო ვიდეო, რომ შოთა რუსთაველი არ დავიხმარო, გამახსენდა და მოვძებნე ეს სტროფი ამოვწერე სპეციალურად თქვენთვის, რომ წამეკითხა, მე უბრალოდ ვერ დავამთავრებდი ამ ვიდეოს ისე, რომ ეს სტროფი არ წამეკითხა და მინდა რომ ეხლა მომისმინოთ. ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს, მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მე მოყრება მოცინარობს. აი ეს არის უკვე გვირგვინი იმის, რაც მე აქამდე ვილაპარაკე,
მოყვარე მტერი. ეს არის რბილი ეკალი. ნუ მეტი რაღა ვთქვა, დანარჩენი თუ რამე გაინტერესებთ ვორონცოვზე, მის საქმეებზე, შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ. მე აქ დაგემშვიდობებით. მომავალ ფრაზა.